ვაწყობთ ახლა 3 და 5. კანენვალი გადაჭერილია 60 ნიუტონი 90 გრადუსით და მოტრიალებული ყველა. ესა კანენვალი. იდეალურად ახალი გლადიშები აქვს. მეორე ეტაპი კუშინებზე დავაყენეთ ახალი გულწოები აი ამ ფირმის გლადიშები სტანდარტული არ ჩაისევ სტანდარტი დავაყენეთ ყვალი არ იყო გაცარხული და ყველა კუშინზე არის ახალი გულწო დაყენებული ყველაზე ვიწყებთ ახლა ჩამონტაჟებას ეს არის ბადე ცილინდრში საკმაოდ კაი ძრავი გამოდის აქ პორშინები ჩასმულია უკვე მithemodან ახლა ვცლით კლაპნის სანიქს გალავგაზე ერლინგის ფირმის არის გამშვები კუთხე შევცვალეთ 6 წელი დაგვრჩა აგერ გამშვები აქეთ ნელა ვცვლით ახლა ფუქროს შემშვები კუთხე შევცვალეთ და გამშვებისაც ვცვლით ახლა შემშვებზე აქვს შავი გამშვებზე აქვს მწვანე ასეთია ერლინგში კატალოგში ეს ერთი გალავკა და მეორე გალავკას იგივე გავამზადებთ ახლა ეწყობა ამ პასტით ლუკას ოილით ამ პასტითაა წყობილი მთლიანად თქუშებიც და ეგერ ჩანს მწვანე პასტა თქუშებიც და თვით კანენვალიც ვაგრძელებთ 3 და 5 საწყობას აი ესეთი როკერული სისტემა აქვს ხოდა კიდევ კომპენსატორი ესე დაცლილი უნდა იყოს ყველა და შეიბალდებს ჩვეულებრივად და ასე ჯდება ეს ამას მე დატენის და ზეთი მიცემს ზაზორს რამდენი უნდა კონდეს ამას და ეს მე ასე აღარ ითამაშებს როცა ზეთი დატენის ეს არის შიგნეულობა აქ ამოდის ზეთი და სმასკავს ამ აი ამ რასპედვალებს ამ რასპედვალს მასკავს ეს სანიკები ჯდება იქ და ამ რასპედვალს მასკავს ისეთი ერთ ფაზა რეგულატორიანია ხოლო თუ ყენია შემშვებზე მომდევნო მოდელებში უკვე ორ ფაზა რეგულატორიანი გახადეს ძრავი ეს პლასმასის კრიშებით რო გამოდის მე ახლები ვაგრძელებთ აწყობას და დანარჩენი ვიდეოებსაც შემოგთავაზებთ კეცაც გამზადებულია, რაც ახლა როკერებს მოვარგებთ და დავიწყებთ რასპედვალების ძაბმას. დავამონტაჟეთ რასპედვალებიც და ცეპიც. რაც შეეხება მეტკებს. აი ხო ხედავთ. ერთი წერტილი აქვს. თითო წერტილები აქვს, შიგნითაც ერთი წერტილი აქვს. ეიკა და ემთხვეოდეს აი ამასაც ერთი წერტილი აქვს შიგნით ახლა არ ჩანს ეს რასპედვალები უნდა იყოს ამოწეული პირველი მეხუთე მესამე ეს და მეორე მეოთხე მეექვსე პირველსა და მეოთხეზე სწორდება მეთქა თითო წერტილი ეს აქ უნდა იყოს ესეც ასე უნდა იყოს. აქ ორი წერტილი აქვს. ესეც ამ ნიშნავს უნდა აი მთხოვდეს. აი ორი წერტილი აქვს იქაც. ეს რასპედვალები უნდა იყოს ჩაწეული მეოთხეზე.
და თავისთავად ეს მეტკაც აქ უნდა ედრებოდეს. ასეა ვალი პირველი და მეოთხე ცილინდრი ამოსული ბოლომდე. ესაა ამის მეტკა. ეს. ასე. გასუფთავებული იდეალურად. ეს გერმეტიკზე ჯდება, ამას მხოლოდ პრაგრად გაქვს ზედა კრიშის რასპედვალების და ანჩინე ყველაფერი გერმეტიკზე ჯდება. დამონტაჟებულია ლაპაც, ქვედა დამცავი, დაფაც. ეგ ლინგის პრაგრადები აღენია. აქეთაც ახალი და სერვისებული ისწრები. ვასერვისებთ უბრალოდ. დაგჩახლა იმ ბადონის დამაგრება, ისიც გარიცხილი გვაქვს. ხოდა ეს კარტერი იქნება შემდეგ დასაფარებელი და ვсё. ქვედა მხარე თითქმის დასრულებული.